მოგესალმებით მეგობრო, ჩვენ ვიწყებთ კონსერვატორიას, ძალიან საინტერესო ვითარებაა. ტრამპის წარმომადგენლებმა ზელენსკის წარმომადგენლები შეიძლება ითქვას ჩოგჯენში ჩააყენეს არაბეთში მოლაპარაკებებისას და ზელენსკი თანახმარი 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რაღაც ზავის დადებაზეს და როგორც ტრამპი ამბობს, ტერიტორიული საკითხებიც განიხილეს, რა უნდა დაუთმოს ზელენსკიმ პუტინს, ასევე განიხილეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხიც, იმიტომ რომ ამაზე თქვა ტრამპმა, ალბათ სანქციების მოხსნის, სანქციების შემსუბუქების თემებიც იყო და ასე შემდეგ. თუმცა პუტინმა უპასუხა ამ ინიციატივას და ალბათ ტრამპისთვის და ამერიკელებისთვის გაუგებარი, მაგრამ ჩვენთვის საბჭოთა ადამიანებისთვის ყოველ შემთხვევაში ეზოპესენით რომ ვიცით ლაპარაკი, იმათვის გასაგებად უთხრა, რომ გასაგლასენ есть ნიუანსი, მე თანახმავარ, მაგრამ არის ნიუანსები და ამ ნიუანსებად ძალიან რთული საკითხები დააყენა. მაგალითად 6000 კაცი ალყაში ყავს კურსკის ოლქში და იმათო დავხრიტავთო, ტყვეთ დავიყვანთო, გავუშვებთო, თუ როგორ არისო. შემდეგ თქვა ესე ძალიან საინტერესო საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი, ვინ გააკონტროლებს ამ ცეცხლის შეწყვეტის თემას 2000 კილომეტრი ფრონტია, ფრონტის ხანგრძლივობა 2000 კილომეტრია და ვინ გააკონტროლებს, ვინ იტყვის, რომ დაირღვა ცეცხლის შეთანხმება, ან არ დაირღვა და ასე შემდეგ. ბევრი საკითხია, რომელიც მოლაპარაკებებს საჭიროებს და თუ პუტინი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტაზე, რუსეთი ესწრება მაქსიმალურად სათავისოდ მოიგოს. მის თავარი ამოცანა არის, რომ დემილიტარიზებული იქნეს უკრაინა, რეჟიმი ზელენსკის დაემხოს, ანუ არჩევნებით, არავინ აღარ არჩევს ზელენსკის, ვიცით. უკრაინა იყოს ნეიტრალური, ნატოში არ გაწევრიანდეს და ბევრ რამეს მიაღწევს. იმიტომ იქ თავისი ხალხიც, თავისი ქორები წყავთ. საქართველოს იღა დარჩენია და ამას ვაკეთებ ძალიან დიდი წარმატებით, რომ მდინარის პირზე ვზივარ და ხედებით ტყვებით რა და არც ჩვენთვის ვარ და ეს ამ მომენტში არის ყველაზე კარგი. ამასობაში ჩვენ რაღაც რეიტინგები გვიუმჯობესდება ტერორიზმისგან თავისუფალი ქვეყანა ვართ, ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი წარმატებული ქვეყანა ვართ, სადაც არ არის ნოლამდია თითქმის ტერორიზმის საფრთხე და ეს ჩვენი სამართალდამცავების და ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. გარშემო ზღვივარებს სისხლის ზღვრა, ხანძარი, კლა, რა ხდება თუნდაც სირიაში და ჩვენ აქ მოაზისია. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის ძალიან დიდი პლუსია და აი ამას უნდა შენარჩუნება, ცოტა დარჩა, როგორც ბიზინა ივანიშვილი ამბობდა, ეს ჩინოვნიკები, რომლებიც ჩვენ ყველანაირად ხელს გვიშლიან განვითარებაში, ისინი წავლენ და ბევრი წავიდა, ჯიმ შაჰინი ხო, მიდის, ხო, ეხლა გამოაცხადა, ხო, არჩევნებში აღარ მიიღებს მონაწილეობას, ხო, ეხლა 26 წლის ბოლომდე ნერვებს კი შეგვიჭამს. ჩვენ მივეჩვიეთ უკვე, თუმცა აღარ უნდა. ხო, კოჭლი იხვი არის შეიძლება ითქვას. კარგი, მოდი ამ თემებზე ვისაუბროთ. ჩვენ არ ქონდა, ასე ვთქვათ, ილუზიები, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ აი მეორე წამსვე მოლაპარაკებები იქნებოდა წარმატებული. ჩვენ შეწონილი პროგნოზი იყო ასეთი, რომ დაიწყებოდა ყინულის ზღობის პროცესი, მაგრამ ეს იქნებოდა ხანგრძლივადიანი, შეიძლება რამდენიმე თვიანი პროცესი. ამ პროცესის პირველი ნაბიჯი ცხადია, ხა მოლაპარაკებების ხელოვნება, ვინც იცის და ზოგადად ნებისმიერ ელემენტარულ ვაჭრობაშიც არის, რომ იწყებს ძალიან, ასე ვთქვათ, მეტოქისთვის, ან მოპირდაპირე მხარისთვის მიუღებელი შეთავაზებით. ანუ ეხლა ცხა ყველამ იცის, რომ ერთთვიანი ზავი და მე ვნახოთ, ეს არის, წითელი ხაზი რუსეთისთვის, მაგრამ ეს არის, ასე ვთქვათ, ყინულის galvobis პრეცედენტი, უნდა შექმნილიყო რაღაც ისეთით, რასაც რუსეთი ვერ ეტყოდა, რომ კი. არ მინდა, არა, ვერ ეტყოდა პუტინო, არ მინდა, იმიტომ რომ სოფლიოს თვალში ხო, გამოჩნდებოდა, რომ ანუ აი ამერიკას მშვიდობა უნდა, ის წინა ადმინისტრაცია იყო ზელენსკისაც. ხო, ზელენსკისაც მშვიდობა უნდა, ანუ ეს უკრაინისთვის და ამერიკის მხრიდანაც იყო ერთგვარი რუსეთის ყანაში ნასროლი ქვასავით, ხო, რომ აი მე მშვიდობა მინდა და შენ არ გინდა, მაგრამ ახლა პუტინი 25 წელია რუსეთის მართველია და გულუბრყვილობაში ვერ დავადანაშაულებთ ბილად რომ თქვა და ახლა მით უმეტეს თვითონ ბევრჯერ ყავთ ასე ვთქვათ მოტყუებული როგორც თვითონვე ამბობს და ლოგიკურია რომ ეს არის ასე ვთქვათ
სასიამოვნო აქტი რო ყინული იძვრება და ომი დასრულებისკენ პირველი ნაბიჯია, მაგრამ იქნება ძალიან ბევრი და მტკივნეული მოლაპარაკებები და ანუ აქ არის რა ხო თვითონ იქ პუტინის ასე ვთქვათ გამოსვლაში ერთი იყო ნიშანდობლივი რომ მან მადლობა გადაუხადა ტრამპს, მაგრამ იქვე ბრიქსის ყველა ლიდერი წევრი ქვეყანას გადაუხადა მადლობა. ეს დიპლომატიურად როგორ უნდა ამოვიკითხოთ, რომ მე ბრიქსელებო კი ვუხდი ტრამპს მადლობას, მაგრამ არ მავიწყდებით, რომ მე აქ ბრიქსის რო არ იეჭვიანო. ხო, არ იეჭვიანოთ, მე ბრიქსიდან არ გავდივარ, ეხა ამერიკასო ველაპარაკები არის ფიქრობთ რომ ბრიქს მივატოვოთ. რაღაც ესეთი მესიჯი ხო, ჩინეთი მაგალითად ამ საიტში არ არის. ხო, არ არის და არჩევთ იქ სამხრეთ აფრიკა, ნუ ყველა ის მოწინავე ქვეყნები ჩამოთვალეს. შესაბამისად, რუსეთი ეხლა ასე მოხდა რომ აქვს კარგი პირობები მოლაპარაკებებისთვის. მისი არმია მიიწევს წინ, ასე ვთქვათ და მისთვის ასე ვთქვათ ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე მართლა იმ ბრძოლის ველის დისპოზიციიდან გამომდინარე საერთოდ არ არის მისაღები. ანუ თუ შეწყდება ცეცხლი მის პირობებზე. მისი პირობები ხო, ეს კი ბატონო. ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მაინც არის ზელენსკი. იმის მიუხედავად რომ მან იძულებით განაცხადა გარკვეულწილად მისი რეიტინგი საგრძნობათაა დაცემული თვითონ უკრაინაში და ყველასთვის გასაგებია რომ ერთ-ერთი რის ინარჩუნებს ძალაუფლებას ესა საგანგებო მდგომარეობა და ის რომ არ ტარდება ახალი არჩევნები, არ ტარდება პრესა პრაქტიკულად თავისუფალი არ არის და ესე იგი ტოტალურ მობილიზაციაში უწევთ და საგანგებო მდგომარეობაში უწევს უკრაინას არსებობა. მაგრამ ეს იმას არ იშოვს რომ უკმაყოფილება არის და პირიქით ყველა კვლევა აჩვენებს რომ ზელენსკის რეიტინგი საგრძნობათაა დაცემული, რომ ის ახალ არჩევნებში ვერ გახდება, ვერანაირად ვერ გაიმარჯვებს და მისი ეგზისტენციალური არსებობის საფრთხე დგება რა, სიოცხლის საფრთხე დგება. იმიტომ რომ მოკითხავენ იმას, რასაც აქამდე აკეთებდა ის, ხო? ამიტომ მართალია ერთი მხრივ რომ პუტინი წინაპირობებს უყენებს, იმიტომ რომ მართლაც თუ დაერუღა ცეცხლი, ვერ ვისდაბრალდება, ხო? ეს ბუნებრივია რომ იმას ვისაც უნდა რომ გახანგრძლივდეს ეს კონფლიქტი, იმის ინტერესებში არის ეს უფრო, ხო? გასაგებია რომ ტერიტორიული ესე იგი პრობლემები შეუქმნის რუსეთი უკრაინას და გაცილებით დიდ ტერიტორიებს მოითხოვს ვიდრე ეხლა კონკრეტულად აქვს დაკავებული ჯარებს, კონკრეტულად იმ ტერიტორიებს, რა ტერიტორიებიც კონსტიტუციით გამოაცხადა მის შემადგენლობაში, ხო, რუსეთმა და ჩვენ ხედავთ პრაქტიკულად ჩვენ წინ არის უკრაინა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეს მშვიდობა რომელიც ადრე თუ გვიან დადგება უკრაინისთვის სასარგებლო მშვიდობა ნამდვილად არ იქნება. ეს იქნება მძიმე ტერიტორიული დანაკარგი, ეს იქნება უამრავი ადამიანი, რომელიც დაბრუნდება და დამარცხებული ომიდან, როგორც არ უნდა ის გააკეთონ, რა ქვია, გაასაღონ ეს გამარჯვებათ, მაინც ეს სხვა ფსიქოლოგიით დაბრუნდება, ტრავმირებული ადამიანების მთელი არმია დაბრუნდება და ეს იქნება ზონა გარკვეულწილად ძალიან საკმაოდ მძიმე ზონა. ჩვენ გვახსოვს გაცილებით მცირე მასშტაბის და გაცილებით მცირე მსხვერპლის ომი იყო აფხაზეთის ომი, მაგრამ როგორ დააწვეს ქართულ საზოგადოებას და დღემდე როგორ გვახსოვს ეს ტრავმა და როგორი მტკივნეულია ეს. და ხა წარმოვიდგინეთ, როდესაც გაცილებით მეტი აღარ არის უკვე მეგონი ორჯერ სამჯერ კი არა, ერთი 10 ჯერ მეტი მსხვერპლი იყო. ტერიტორიებიდან, როგორი ტერიტორიები? ტერიტორიებიდან გაცილებით დიდი ტერიტორიები, საქართველოს ხელა ტერიტორიები, რამოდენიმე საქართველოს ხელა ტერიტორია და ეს საკმაოდ მძიმე დარტყმა. მაგრამ ამის გარდა ჩვენ ვხედავთ ერთ მნიშვნელოვან მომენტს და მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება, ტრამპის დამოკიდებულება ევროკავშირისადმი და ევროკავშირის უსუსურობა. რომ ტრამპა განაცხადა, ევროკავშირს უნდა ამ მოლაპარაკებებში ჩართვა, ტრამპა ხო ხარეთ, ტრამპა უარი განაცხადა. აუგზავნა, რუსეთმაც ვაჭა. და ნათელია რომ ესე იგი ევროკავშირი ამ ეტაპისთვის მე არ ვიძახე შეიძლება მომავალში ყველაფერი იცვლება და მით უმეტეს ჩვენ გავიგეთ რომ გერმანია აპირებს 500 მილიარდ დოლარის ჩადებას თავდაცვაში. მაგრამ ყველანაირი კვლევებით არის საუბარი იმაზე, რომ ეს იქნება ესე იგი 8 წლის შემდეგ გამოიღებს შედეგს. 8 წელი საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ გეოპოლიტიკური გადანაწილება მოხდეს. გარდა ამისა, ქარხნები უნდა ააშენოს. ელემენტარულად ქარხნები აღარ არის, სადაც
აღჭურვილობას დაამზადებენ, სადაც ტანკებს დაამზადებენ. აღადგინოს მათ შორის ეგ იდეოლოგიზებული. მე გეუბნები მე მატერიალური რაღაცები. ხო, ეს როგორ გააკეთებს ტექნიკურად ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ის რომ ესე იგი როგორც ბურგერები ისე უყურებენ, აი ფული ერთი ადგილიდან მეორეში გადავიტანოთ, ეგ შედეგს მოგცეს. ნახოთ, ეგ ჯერ კიდევ შორსა ამაზე ფიქრი, მაგრამ ფაქტია რომ რაღაც ძვრები დაიწყო. ეს ძვრები ლოგიკურად ამ დროს ლოგიკურად მივყავართ პოლიტიკური სისტემის გარდაქმნამდე. ეს არის აქ თავარი. პოლიტიკური სისტემა აუცილებლად გარდაიქმნება ევროპაში. ის ევროპული ლიდერები ახლა პანტაპუნტით ტოვებენ ევროპულ საპარლამენტო სივრცეებს. და უამრავი აცხადებს რომ არაპირეს მომავალ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ ხედავთ თელ რიგ პარტიულ კრიზისებს ხედავთ რასთავარი ევროპაში. მოსკვა საბჭოთა კავშირში შეადარა ევროკავშირი. ხარდიან კაცი ძალიან მაგარი ფოტო დადო. გამგალი და უруარი და ევროკავშირის ვარსკვლავები გარშემო რა. ბიუროკრატიული გახევების მხრივ გვიან საბჭოთა კავშირის მარტო კი არ შეადარა, არის, ხო ფაქტია. არის რეალურად. ეს ამდენი რეგულაცია. რაც რუმინეთში ხდება, მაგის მეტი მაგალითი ალბათ არ არსებობს. არც ევროპაში და არც სოფლიოში საბჭოთა კავშირის კი არ იქცეოდა ეგრე. საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ ვიცოდით, რომ გვეუბნებოდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღო და ხმა უნდა მიცე ამას. დღეს ახლა დემოკრატიის სახელით რას აკეთებენ, წარმოუდგენელია და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამაზე უნდა დაფიქრდეს, რაც მოხდა რუმინეთში. ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთანაც მოხდებოდა აუცილებლად გარდაუვალი, რომ საშუალება ქონოდათ ვეტინგი განეხორციელებინათ და რაღაცა ზედა სტრუქტურებში, სასამართლო ზედა სტრუქტურებში მოსამართლეები შეეძვრინათ როგორმე, ჩათვალეთ, რომ ეს გარდაუვალი, ხო? წარმოიდგინეთ, როგორ დაგეგმილად გააკეთეს ყველაფერი. პირველ ტურში გამარჯვებული პრეზიდენტობის კანდიდატი გაუქმეს პირველი ტურში შედეგები და როგორც კი გახდა ჩვეულებრივი უკვე გამარჯვებული აღარ იყო და ჩვეულებრივი მონაწილე არჩევნებში, ეგრევე რაღაცა მიზეზები აუგზალეს არჩევნებში. სასამართლომ ეს დაადასტურა. ხო და აი ამაზე მეტი რა უნდა გააკეთონ და თუ ვინმეს გონია რომ ეს საქართველოში არ მოხდებოდა და სირიაში რაც მოხდა და იქ რაღაცა გაჩუმებულები რო არიან, თუ ვინმეს გონია ის არ მოხდებოდა საქართველოში, ძალიან ცდებიან, ხო? ამ ყველაფერს პირველივე დღეებში მოსაკლავს მოკლავდნენ საქართველოში, დასაჭერს დაიჭერდნენ და რა თქმა უნდა ტელევიზიას ხო ნახეთ როგორ გამწარებულები ებრძვიან და დადიან სხვადასხვა ქვეყნებში და დიდი ტელევიზია თქვათ რაღაცა, იმ ტელევიზიებთან დაკავშირებით დიდი პატარა ყველა ტელევიზიას რაღაცა ივანიშვილის რეჟიმის ხარდამჭერები არიან და რაღაცა პრობლემები შეუქმნით და სანქციეთ და ასე შემდეგ. ანუ ეს ხალხი თან დემოკრატიაზე ლაპარაკობს, თან ნახეთ შეძალაუფლება არ აქვს და როგორც ცდილობენ რომ რაღაც ტელევიზიები ჩაახშონ და ჩვეულებრივად ვიღაცას და მოკლავდნენ, დაიჭერდნენ და ამას დაარქმევდნენ რაღაც დემოკრატიის სახელით, გარდაუვალ რაღაცა რელსებზე დაბრუნდნენ რომ იმისი რა ქვია და დემოკრატიული ღირებულებები 1000 უბედურება და მე მგონია დასაფიქრებლად დღის საზოგადოება ის ხალხი რომელიც დღესაც რაღაცა ილუზიებში ცხოვრობს და გაკივის ზოგი მოტყუებულია, ზოგი რაღაცა ილუზიებში გაკივის და გაწივის უნდა დაფიქრდეს ამ ორმა მაგალითმა უნდა მოგცეს რაღაც საშუალება იმისათვის რომ დაფიქრდე და თქვა რატომ მოხდა რუმინეთში ესეთი რაღაცა და რა ხდება სირიაში, როდესაც ამდენი ხალხი დახოცა ხელისუფლებამ, ხო ყველა შემთხვევაში ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ყველა ქვეყანაში რაც მოხდა, ხო? ხელისუფლებამ და გაჩუმებულები არიან მთელი ევროკავშირი. აბა ჩვენ გაჩუმებული არის ევროკავშირი, ევროპელი პრესა წერდა რომ ასადის მომხრეებს აბრალებდა იმ გენოციდს, რა გენოციდის მოხდა. ეს ერთი თან ეს არის რაღაცა ეუთომ თუ არ ვცდები რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმობილი იყო ანუ ის ქმედებები ხელისუფლების მხრიდან და გაგიკვირდებათ და დიდმა სახელმწიფოებმა ევროპის მხარი არც კი დაუჭირეს. ეს იყო გერმანია, ეს იყო ინგლისი, ეს იყო იტალია, ეს იყო საფრანგეთი. ანუ წამყვანმა ქვეყნებამ მხარიც არ დაუჭირეს იმას, რომ ვინმეს დაეგმო იქ მიმდინარე პროცესები. და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი, რომელიც რაღაცა ლოგიკურად აზროვნების უნარი აქვს და გააჩნია დღეს,
ფიქრობდეს იმას, რომ საქართველოში ევროკავშირი მართლაც დემოკრატიას აშენებაზე არის რაღაც გადამდგარი და ფიქრობს და ერთი კაი ბიჭი ხარ ამ მოვლენების გარშემო კვალდაკვალ რაც ხდება მაგალითად იმაში სირიაში აი აქ LGBTQ წარმომადგენელს დაუყვირე თუ ეგრევე რეზოლუცია არ მიიღონ ევროპარლამენტში სად არის ევროპარლამენტი იქ რაც ხდება სად არის ევროპარლამენტი რაც ხდება იმაში რა ქვია რუმინეთში სად არის ევროპარლამენტი და აგერ 21 კაცი დააკავეს ევროპარლამენტარების ისინი რა ქვია თანაშემწეები ქრთამისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე დააკავეს ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ დაკითხვებისა გამო წარმოიდგინეთ რომ რაღაც დაკითხვა და სერიოზულად არა დააკავეს როგორ რომ დააკავეს წაიყვანეს ու დაკითხონ ხა მაგენი ხო ის კატეგორიაა რომ რაღაცა ყელაობენ და თავიანთავი რაღაც გონიათ ხო ეს ოპერატიულად რომ მოხდარიყო ეს ერთდროულად დააკავეს ერთდროულად დაკითხეს და ასე შემდეგ ჩვენ უამრავ შედეგებს ვიხილავთ კიდე ეხა არ მინდა რომ თემას კი ავწვდი რაღაცნაირად მაგრამ ორი სიტყვით მეც ვიტყვი რა ამერიკისა და რუსეთთან ურთიერთობის შესახებ დღეს მდგომარეობით შეთავაზება ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ ერთი მხრიდან შეთავაზებას და მეორე მხრიდან შეთავაზებას ჯერჯერობით აბსურდია ეხა დღეს რომ რუსებს თავაზობ იმ ფონზე როდესაც ომის დაწყების პერიოდში უკრაინას კიევთან იყო უკვე მისული და თუ გახსოვთ თქვენ შეჩერდა საბრძოლო მოუწია რუსეთს უკან დახევა იმიტომ რომ კომუნიკაციები არ ქონდა დაცული და სამხედრო თვალსაზრისით ეგ სამხედრო თვალსაზრისით როგორ გამოიყენა ეგ ერთი საკითხია მაგრამ იქ შეთანხმება იყო რომ და ამ შეთანხმების საფუძველზე დაარქვა რუსეთმა ვთქვათ მაგრამ დაიხია და კიდე მოტყუებული აღმოჩნდა როგორც თვითონ ამბობენ კი ბატონო და დღესაც ახლა როდესაც თეთრ ცხენზე ზის ესე დავარქვათ ფრონტის ხაზზე ყველა მიმართულებით აგერ კურსკთან დაკავშირებით რომ რაც გააკეთა გამარჯობა დღეს როგორი სიტუაციაა იცი აზერბაიჯანისთვის რომ ეხლა დღეს აზერბაიჯანს რო უთხრა სომხეთთან მიმართებაში რაღაცა ტერიტორიებთან დაკავშირებით რაღაცა ზანგეზურის ტერიტორიაზე უარი თქვიო არა და იმასაც თავი დაანებე ანუ რაღაცა დაკავებული ტერიტორია სთან დაკავშირებით ეხლა კომპრომისზე და რაღაცებზე ელაპარაკო ხო გამორიცხულია მთელი მსოფლიო ფეხზე დადგეს მაინც გამორიცხულია კი მიაღწიეს შეთანხმებას მაგრამ ნუ წარმოიდგინეთ არის შეთანხმება კი ბატონო არა ორივე მხარემ დაადასტურა ძალიან კარგია თუ მშვიდობა დაისადგურებს აგერ ჩვენი მეზობელი რეგიონია ასეთ მდგომარეობაში დღეს რუსეთი ეხლა წინ მიიწევს ფაქტიურად ფრონტის ხაზის ჩამოშლის პირას არის უკრაინელების დამთავრებულია ხო ამას რაღაც უნდა კი ბატონო რომ ხვალ აღუდგინოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იარაღების მიწოდება იქ რაღაც სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება ეს დიდ არაფერს არ შეცვლის უკრაინელებისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება ცოტა კიდე გახანგრძლივდება ომი ეგ არის და ეგ ეხლა დღეს ეხლა რუსეთთან იმის ლაპარაკი რომ შენ 30 დღე ეხლა ამას თავარსარდალი რაც უნდა კაცო ჩვენ ხვდებით რომ 30 დღის განმავლობაში ამოსუნთქვის საშუალებას მივცემ როცა უწევს და უკრაინას ის ფრონტის აშენებს ფრონტის ხაზის ჩამოშლის პირას არის კურსკიდან აგერ შეტევაზე გადმოვიდა აქედან შეტევაზე მივიდა დრო ექნება რომ თავდაცვითი ზღუდეების რაღაცა ამოსუნთქვის საშუალებას არც კი მისცემს არამც თუ რაღაცა სხვა ბენეფიტს გადაუგდებს უნდა უყუროთ ასევე ხანგრძლივ პერსპექტივაში იმიტომ რომ ტრამპისთვის არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგზისტენციური ეს ომი ხო ტრამპისთვის მნიშვნელოვანი არის თავისი ეკონომიკის სანაცია იმიტომ რომ შიდავალი ძალიან დიდია, ძალიან დიდი ფული მიდიოდა ლიბერდებილურ მაიმუნობებში, რეკლამაც უნდა გაუშვათ, ამიტომ რეკლამა.